შოტოკან კარატე-დო ეს არის სპორტის კიდევ ერთი სახეობა, რომლის შესწავლაც გორში სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. გაგაცნობთ პატარებს, რომლებმაც სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ქალაქი არაერთხელ ასახელეს და მოგიყვებით მიღწევებზე, რომლის მოსაპოვებლადაც გორელმა სპორტსმენებმა დიდი შრომა გაწიეს. მე ვარ ლევან სადაღაშვილი, საქართველოს შოტოკან კარატე-დოს ინსტრუქტორი, მაქვს მესამე დანი. მე თვითონ ვარჯიში დავიწყე 99 წელში, 1999 წელში. იმის მერე ვარჯიშობ, ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი წლების განმავლობაში. მაქვს მესამე დანი. მოარათი წლის კარატეს დავდივარ 1 წელი. ჩემთვის კარატე არის დიდი სპორტი, მიყვარს ძალიან ეს სპორტი და ძალიან გულშემატკივებ ამ სპორტს. გარემო კარგია, მასწავლებელიც ძალიან მომწონს, ყველაფერს დებს ჩვენთვის, რომ კარგად გავარჯიშოს და ჩემპიონები გავხდეთ. ჩემი მიზანი არის, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე. მაქვს ძალიან ბევრი მიღწევა, საქართველოს ჩემპიონატი მაქვს 2-ჯერ მოგებული და საერთაშორისო ტურნირებზე მაქვს მეორე ადგილი დაკავებული და მესამე. ნენელა ვითარდება ეს სპორტი, იმიტომ რომ ადრე ძალიან ცოტა ბავშვი ვარჯიშობდით ხოლმე და ეხლა უკვე 60-მდე ბავშვი ვარჯიშობ და ძალიან დიდია ინტერესი ჩემი ასაკის ბავშვებს შორის ამ სპორტის. დავდივარ დღეში 4-ჯერ. მე ძალიან მინდა რომ გავხდე კარატისტი და ძალიან ბევრი შრომა ამისთვის და სულ დაღლილი გავდივარ ხოლმე ამ დარბაზიდან. ვუყურებდი ფილმებს კარატის შესახებ და ერთი ფილმი იყო, რამაც ძალიან დამაინტერესა და ძალიან მინდა კარატეზე მოსვლა. და რავი, ზოგი ვარჯიშიც არის სახალისო და ძალიან კარგი. ჩვენთან ასაკობრივი არის 4 წლის ბავშვებიც ყავს. 4 წლიდან ზევით უკვე განუსაზღვრელია, რამხელაც უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა. ძალიან მოწონს ჩემი საყვარელი სპორტი არის და რავზე და ასე ჩემი მიზანი არის რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი და ყოველდღე ვარჯიშობ. ყველაფერი უფასოა, ბავშვებს ყველანაირად აფინანსებენ, შეჯიბრი უფასოა, ის ყველაფერი რა, რაც კი ბავშვებს არის საჭირო, ყველაფერს გვაფინანსებენ რა მთავრობა. არის ეს мотиваცია ბავშვებისთვის, რომ დავუშვათ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ? კი, ბავშვები არიან ძალიან მონდომებულები და მოდიან რა, თითქმის ყოველ თვე გვემატება ბავშვები.